ისე პირდაპირ ეთერში ვართ, დავბრუნდით. ხალებზე გვაქვს აქცენტი. ხალებზე გვაქვს აქცენტი. ჩვენი სლოგანები ჩვენს მაისურებზე რჩება და დარჩება ყოველთვის. მაგრამ ვეხმიანებით ქალების თემატიკას ამჯერად ავტომობილების განხრით, ასე ვთქვათ, მევლოდ. რატომ აირჩია ეს თემა გითხარი? რატომ ავირჩე? კარგი კითხვა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისმის ეს და იგივე, ანუ მე მithumetes ძალიან ხშირად მესმის, რომ დღეში ბევრჯერ. ხო, ну, არა მარტო ის მსჯელობაში, რომ აი რაღაც მსჯელობთ, რომ აი ქალი ის უეჭველი ქალი იქნება საჭესთან, აი საის წინ გაიხედა და აი ქალი იყო საჭესთან და თუნდაც საერთოდ შემთხვევები რო ხდება რა პატარ-პატარა, იმიტომ რომ ქალი იყო და იმიტომ რომ ვერ გავერკვიე და იმიტომ რომ ანუ ბევრი იმიტომ აქვს და ძალიან ესეთი ვრცელი თემა ზოგადად მithumetes ჩვენს ქვეყანაში ძალიან მკაფიოდ გამოყოფილი თემაა ქალი საჭესთან და ამიტომ მოდი ვისაუბროთ ამის ირგვლივ, ანუ რა პრობლემებია და რა არის თუ არა მართლა პრობლემა და არის თუ არა მართლა განსხვავება ქალსა და კაცს შორის. ბედოდ, აი კითხვა უნდა დაგისვა რა. ზოგადად ხო არის? ჩვენთან არ წარმოება ეგ, მაგრამ ევროპაში ხო არის მისაწებებლები ქუსლი რო ახატია. ხო, რაღაცა არსებობს, ხო მიზეზი? რატო არ ჩვენთან არის, მაგრამ არ იწარმოება აქ. ეგ ოფიციალურად კი არის წარმოება მოიგონა. ხო, ნუ ეხლა რო პატივისცეთ და უთმოთ ვაგიტოთ თუ გამცილებენ. აუ არ არის რა საჭირო და ეგეთი რაღაცები. მე დაგისვა. ძალიან ბევრ მამაკაცსაც ავაკრავდი მამაკაცის ფეხსაცმელს მანქანაზე რა. არა, მე ვკითხავ საუკეთესო გამოსავალი იქნება რომ ვნახოთ რას ფიქრობენ მამაკაცები, რას იქ. კაი, ნახოთ ჯერ და მერე განვაგრძოთ დისკუსია. კარგი. რა გაღიზიანებთ ქალმძღოლებში? არაფერი. Absolutely არაფერი. შვენივრად დადარებენ მანქანას. უყურადღებობა. კიდევ? რავი, ხო, ზოგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ რავი, მანიკურებს იკეთებენ მოძრაობის დროს და პერიოდულად კიდე ტელეფონზე საუბრობენ და ეგ მაღიზიანებს, რომ უყურადღებოდ იქცევიან. საკმაოდ ნორმალურად დადიან. უბრალოდ ხანდახან აი გაჩერება ძალიან ცუდად აჩერებენ. აი ეგ არის პრობლემა, რასაც მე ვფიქრობ. არა მარტო ქალები, ყველა ცუდად დადის. ქალებსაც ახლა არაფერი არ მაღიზიანებს ახლა. გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ მისგან. წესების არც. რა არის ის, რაც ქალმძღოლებში გაღიზიანებთ? არაფერია მე, საერთოდ ქალებში არაფერი არ მაღიზიანებ. დაუკვირვებლობა. ბევრი კარგი მძღოლია ქალი, ბევრი გამაღიზიანებელია. დაბნეულობა უფრო მათი. ძირითადად უყურადღებობა რა. არ იყურება არც ერთი სარკეში, არც გვერდზე და მთავარია გვერდზე გადმოწიონ მანქანა და არ იყურებიან გვერდზე დგას, არ დგას მანქანა. უყურადღებობა. ეგ კონკრეტულად უფრო სარგეებში არ იყურებიან. მოხოვის მაჩვენებლებს არ თავენ. აი ეს ზიანხოვენ და სარკეებს ვერ ხედავენ, თორე ისე ზოგადად არ მაღიზიანებს. საერთოდ როზიან საჭესთან. აბსოლუტურად ასახავდა სიმართლე რა ვთქვათ, მამაკაცების დამოკიდებულებას, როგორც არის საზოგადოდ. ძალიან ბევრი ამის არ ვეთანხმები. მე ძალიან მოწონს ქალის საჭესთან პირდაპირ რომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ. არ ვეთანხმები, მაგრამ არის რაღაცები, რასაც მეც კი ვეთანხმები. ქალის საჭესთან ზოგადად მომწონს რა, კარგი მიხო. რაღაცები არის, რასაც მეც კი ვეთანხმები ხა მამაკაცები. აი მაგალითად ესე ჯდომა ხო, ძალიან ახლოს საჭესთან და შესაბამისად ხო, ხილვადობის რაღაცა დაკარგვა. ბევრი ხალი მინახავს. თუმცა გეტყვით რომ მრბოლელებიც მათ შორის ზიან ძალიან ახლოს საჭესთან, ანუ ახლოს როგორ ხელი უნდა იყოს მოხრილი 90 გრადუსზე მოხრილი ხელი ნიშნავს რომ რეაქცია, ხო რეაქცია მრბოლელები ხო გაცილებით უკეთესი გაქვს, ანუ ამაში ცუდი არაფერი არ არის და ის კი არა მწარმოებლებია ავტომობილებს, ანუ სპეციალურად ქალისთვის თუ საზღვრავენ რომ იქ ქალი უნდა იჯდეს საჭესთან, ხო აკეთებენ ავტომობილს სპეციალურად რომელშიც ესე ხარ, ანუ ცოტა ზემოძი ხარ, დამამაძი ხარ, დიდი შუშები აქვს რომ ხედვა კარგი ქონდეს, ამაში პრინციპში არაფერი კატასტროფული არც ამაში არ არის რა. ანუ რაც შეეხება იმას, რასაც ამბობენ მამაკაცები, აი, არის ხედება ქალის სარკეში, ანუ ხო, უყურადღებობა. კომოდა და ტელეფონი ხო, მამაკაცების შემთხვევაში შეიძლება იქ ტელეფონში იქეკებოდე რაღაცას ეძებდე, ნუ ეს ზოგადია პრინციპში, ნუ პომადა ჩვენ შეიძლება არ ხმარობს და ქალები შეიძლება არ ხმაროთ. ხო და იმიტომაც ერთი ფუნქცია დამატებული
დამატებულებს, მაგრამ ქალს სამაგეროდ ბევრი რაღაცის ერთდროულად გაკეთება შეუძლია, ამის ექსპერიმენტები ძალიან მარტივად ტარდება, ანუ კაცს არ შეუძლია. ბევრი რაღაც ერთად აკეთოს, ქალს შეუძლია. მე თუ შეიძლება ერთ რაღაცას მელოდი დღეს ჩვენსკენ ვეთანხმები რა თქმა უნდა. ერთ რაღაცას ვიტყვი, მე მგონი ჩვენ ცოტა ზედმეტად ფრთხილები ვართ და ამას ვანელებთ უფრო გადაღაობას, უფრო ფრთხილები. იმიტომ რომ დაგვაკომპლექსეს ბაიკო რა, ცუდები ხართ, დაბნეულები ხართ, არ ვარგი ხართ, ნუ ცხეთ ხართ საჭესთან. ამას აქვს ერთი მარტივი გასაღები, ამ გასაღებს ვიტყვი, რატო დაგაკომპლექსეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მამაკაცი ვერ იტყვის, ვინც ასწავლა საკუთარ მეუღლეს ან შვილს და არ იყვირა, არ იჩხუბა. ანუ კომპლექსი აქედან ეგეც ძალადობა არის ერთგვარი ლუდღაზე რო უყვირი ხარ და ეჩხუბები საჭესთან რო შეიძლება ესეც ითქვას ძალადობა კი ფსიქოლოგიური კი რატომაც არა და ნუ დავანებოთ თავი ძალადობას ხო როგორც მინიმუმ ვერ სწავლობ იმ შემთხვევაში როცა გიყვირიან როცა გეუბნებიან აი რას გეუბნებიან თან ყველა ვიცით ახლა გიყურებენ მამაკაცები რა შვები გიყურებენ მამაკაცები ვინც იციან რას საჭესთან დაკსვა გადადი აი მარტივზე რა გადადი მარცხნივ რა შვები რა უნდა ვქნა ეგ უნდა მითხრა ანუ საჭესთან უზრუნო მოდი დავპატიჟოთ ჩვენი სტუმრებით და მაინტერესებს მათ როგორ ასწავლეს და ვინ ასწავლა და რა იყო თავიდანვე სწორი თუ არასწორი მოყვარული მძღოლი და ჩვენი კოლეგა ნინო ხაჟომია და პროფესიონალი დრიფტერი სოფი ხოჯავა ჩვენ სტუდიაში გამარჯობა სალამი აი სამსტურები ადგილს დაიკავებენ ვანცა ბაია კრისტინე, ამდენი თქვენი შეფასებები საკუთარ მძღოლობაზე უცებრად ამიხასიათოთ თქვენი მძღოლობა. აუ ძალიან ბევრჯერ მე თვითონ მithქვამს რომ ვიცოდი რომ ქალის აი სხვა ქალზე მithქვამს რომ მე არ ვატარებ მანქანას ისე როგორც ზოგიერთი ქალი. ანუ კარგად ატარებ. ხო, აი იშვიათად მემართება ესეთი. მეც მიჭირს ჩემ თავზე ლაპარაკი, რამდენიმე ისეთი შეცდომა მახსოვს, რომელიც დაუშვი მე პირადად და ყოველთვის მახსოვს ის შეცდომა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუნდაც გადაწყვეტილების მიღებაზე ვთვლი, რომ არა ვარ შენელებული, ასე თუ ისე მაინც სხარტად ვიღებამ გადაწყვეტილებებს. უფრო ჩქარა ხო არის? არა, მაგრამ უფრო მეტად რაღაცა სხარტად ვიდრე მე. ბაია? ხო, მე ძალიან დიდი სტაჟი მაქვს. თითქმის ჯარიმები არ მქონია, მაგრამ თხილი ვარ, ნელა დავდივარ და შეიძლება ამით ხელს უშლი ხოლმე და მიპიპინებენ და გადავდივარ, მე არ დავდივარ პირველ ხაზზე, გადავდივარ წყნარებში და უთმობ გზას. საუბარი, მეულოდი საუბრობდა იმაზე, ვინც გასწავლის, როგორ გასწავლის. აქ ყოფილა მთავარი გასაღები, სწორად გავიგე? კი ბატონო. დაკომპლექსების ასე ვთქვათ. გვასწავლიან თუ არა ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ, ანუ როგორ შევით ხო, ჩვენს მეუღლეებს ან შვილებს უშევთ სადღაც X ადგილას, რომ ისწავლოს მარტო იმას, რომ გამოსცა ჩააბაროს, ანუ პირველი ჩქარით გამოსცა ჩააბაროს, აიღოს მარცხნივ ვაძლევთ მე ავტომობილს და მე ვთხოვთ პასუხს, რომ რატო არ აკეთებს ამას, ან რაღაც რიგ შემთხვევებში თუ გვერდზე დავუждებით, ხო, რაღაც მითითებას ვაძლევთ ყვირილით, არ ვეუბნებით რა არის სწორი და როგორ უნდა მოიქცეს. ეგ ხშირად მე მარტო მას მანქანის ტარებას არ ეხება, აი მამა რომ მუსიკოსია და შვილს ასწავლის იგივეა, ანუ იგივე თემებია რა ზოგადად და ჩვენ სტუმრები ჩავთოთ ეხა საუბარში. ნინო, ვინ გასწავლა თავის დროზე ადრე? პირველად. მე თვითონ ვისწავლე, თუმცა ეხლა ვსწავლობ მე საჭესფლობას და მე და მეულუც ერთ და იგივე მასწავლებელი გვყავს, ზურაბ ბეჟაშვილი მასწავლის მეც. აი ეგ რაღაც სხვა დონეზე სწავლობ შეიძლება ეხლა თორე. ხო, ეს ვცდილობ, იმიტომ რომ საჭე ესეთ რაღაცა მუდმივად სწავლობ, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია პრაქტიკა. ოღონდ რამდენად სწორედ აკეთებ იმ ყველაფერს. შეიძლება კითხო, მე თუ ვისწავლე რა ხსნავს? დამჭირდა. ხო, დამჭირდა ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და იქ პრინციპში ნიუ-ჯერსში ვცხოვრობდი და მანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. და ჩავაბარი გამოსდა ამერიკაში და პირველი პრავა იყო ჩემი ამერიკული. ხო, მაგრამ არა, გაასწავლა ვიღაცა, შემიძლია. ჩემმა დაიდაშულა, ჩემ ხელამ ისიც ქაბატონია. რამოდენიმე გაკვეთილში ალბათ ძალიან ხო, ნუ ძალიან მარტივი, უბრალოდ რა წარმოიდგენდა შენი დაიდაშვილი რა ხა ესე გაატარა? ამას გასწავლის ის ბეჟაშვილი? არა, ამას ბეჟაშვილი მასწავლის. ამით ერთობა პიკასო. პროფესიონალებს გასტურად. საფი. ჩვენ ახლა ნახავთ როგორ მართავს ნინო უკვე პროფესიონალურ ავტომობილს, ხო? თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? როცა პირველად ისწავლეთ და თუ ყოფილხართ აი ამ სტერეოტიპის მსხვერპლი, ან თქვენს მისამართით თუ ყოფილა ხალი ხარ და ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ბავშვობიდან, არ ვიცი, რაღაც მიტაცებდა მანქანები. თეორია გამოვძალე დედაჩემს, მამაჩემს და ზოგადად დაკვირვებით და დანარჩენი მანქანას ვიპარავდი. ეს არ ვიბაძოთ.
მანქანას ვიპარავდი, გასაღებს სადაც კი ვხედავდი მამა ჩემს სახლში მოსული, ზოგჯერ იყო ხოლმე შემთხვევები, რომ დახურულ ავტოსადგომზე ტოვებდა და ვარეკინებდი მეგობარს და გამოვიშვით ჩემი შვილი და მანქანას ვიპარავდი 18 წლამდე ესე მოპარვაში გავატარე. და სადადიოდი? აი ესე დადიოდი თავიდან. ესე დადიოდი, ეს სოფია, კადრებს რასაც ხედავთ, ეხლა თავისი ავტომობილით და ნუ აქ სადღაც 140 კმ/სთ-ში დაიწყება მოცურება. და მართლა ეს ავტომობილი ძალიან ცოტა მამაკაცს თუ შეუძლია საქართველოს პრინციპში რამოდენიმე ხო რამოდენიმე მამაკაცია მხოლოდ პროფესიონალი დრიფტერი სადაც ოფიცირებს იქ მონაწილეობას ანუ შეჯიბზა ტოლს აღუდებს მინდა გითხრათ და ნუ ჩვენ ხედავთ პრინციპში რთული სამართალია მოსურებული ავტომობილი და მინდა პრინციპში ეს მომენტი გამოვიყენო იმის რომ თქვა რომ აბსოლუტურად სამანიპულაციო ინსტრუმენტები ავტომობილში ერთ და იგივენაირად არის და ერთ და იგივენაირად შეუძლია ქალსაც და კაცსაც ის გამოიყენოს ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია ეს ყავა ჩვენ ხოთაშორის მიირთვით ავიღოთ ნუ და მივირთვათ აი აბა გაიმეორე ხო აბსოლუტურად კრისტინე უბრალოდ ეს უფრო ამაზის თანახავია რა ასევეა საჭესთან მინდა გითხრათ ხალი მართავს და თან მართავს კარგად ავტომობილს ხო ძალიან კარგი სანახავია ძალიან მარტივად მოიქცეთ ის რომ ჩვენს გვერდზე მამაკაცები ვისაც ძალიან ბევრი ასწავლეს თუნდაც მამებმა და ბიძებმა და ასე იმიტომ რომ უნდათ რომ ის კარგი მზღოლი ყოფილიყო და ქალები უბრალოდ უნდა რომ თავიდან მოვიშოროთ უბრალოდ აჰა ავტომობილი აჰა მარცხმოწონა და წადი ხო ეს რომ ესე არ იყოს ნებისმიერ წამოყვირებაზე ჩვენს გვერდზე მждო მამაკაცებს ხო უთხარით გაჩერდი მითხარი რა ვქნა ანუ ქალებს ვეთქვი რომ მარტივად ხო მამაკაცებს თუ იცი ჩემზე მეტი რა თქმა უნდა ებად ხო ნუ შემთხვევაში ესე არა რამდენჯერაც ყოფილებ ჩემი შტურმანი იმდენჯერ უყვირია და ეხლა ვიცი ზუსტად რომ როჟდები არ მიყვირო ჩავართავ მუსიკას რომ არ გამიგო გამოვირთავს არ ყვრივარ წყნარად გეტყვი შენ მეუღლეს როგორ შენ მეუღლეს ასწავლე შენ თვითონვე თქვა ამ შემთხვევაში ხო მაგასაც ვიტყვი თვითონვე თქვა ამ შემთხვევაში რომ ჩავართავ მაგიტაფონს გამომირთავს რა მაგიტაფონს რომ ჩართავს ხო უნდა მივაწვინო ხმა მინდა არ მინდა ხო მაგიტაფონი თან მოსასწავლო არასტანდარტულ ელემენტებს ხო ის კი არა უბრალოდ მარტო ხო არასტანდარტულ ელემენტებს ხო გინდა არ გინდა კარგად უნდა გაიგო ძირფესვე არ უნდა გაიგო ამიტომ მაგიტოფონი ჩემს საკუთარ ავტომობილში არასდროს ჩართული არ არის შენ მაგალითად მოგიწყდა ძიმა ჩვენ ქალებიც გამოვკითხეთ ამასთან დაკავშირებით შენ რო აქ მინი გამოკითხვა ჩაატარე ხო მაინტერესებს მათი აზრიც კი ნახოთ როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს თქვენი აზრით როგორი მძღოლი შვენიერი ნამდვილად იქანია ვატარებ მანქანას არც კარგი ძალა არც წვდი საშუალო სასწრაფოა კარგი 99 წლიდან ვატარებ და მე მგონი არ მეშლება არაფერი მე მგონი კარგი მძღოლი ვარ არ ყოველ შემთხვევაში ჯარიმა დადაყვევა არ მქონია საკუთარ თავზე მეუხერხულება ალბათ არ ძალიან კარგი არ ძალიან ცუდი ნორმალური საშუალო მე 65 წლისა ვარ და სულ 2 წელია საჯესუზი ვარ ისე რომ თქვა რომ გადასარევი არა მაგრამ არა უჩევს საშუალო კატეგორიის მძღოლია 1 წელია რაც მანქანასთან ჯერდავსი ვარ სტილობრო არ დავარღვიო, მაგრამ ხშირად ვარღვევ ხოლმე, ალბათ, არ ვიცი, ჩემი ჯარიმებიდან გამომდინარე, ვიდეო თვალზე ხშირად მაქვს ხოლმე ჯარიმები. ისე სტილობრო არ დავარღვიო. ალბათ კარგი და საიმედო. მე გაშოთ ვახტოვნებული ვარ იქალბათ 65 წელს ვარ და 2 წელია საჭესთან დავჭერდი. შეიძლება ხო ეს ხო არ არის რაღაცა შეზღუდვა რომ რაღაც ასაკის მერე ვერ ისწავლე. მაგაგიგია მე სურვას და ამას ვერ ისწავლე უკვე ასაკში რო ხარ მანქანის მართვა. ხო ალბათ შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს მაგრამ ნუ მართვა ეხა ერთი შეკითხვა მაქვს ჩვენ მაისურიდან გამომდინარე რაღაცა მინდა გკითხო. რატო არის რომ ქალი რომელიც თქვა დაარღვიან, გადაგისწროან რაღაცა კაცის ესეთ არანორმალურ აღშფოთებას და აგრესიას რატო იწევს და იგივე მამაკაცები რომლებიც ასევე არღვევენ როგორც ჩვეულებრივ და დამთავრებული. ხო, იმიტომ რომ ქალი როცა არღვევს სულელია და უი ქალი არღვევს და კაცი როცა არღვევს უეჭველი სადღაც ეჩქარება და ხო მაგარი ტიპია და დაარღვია რა. მარტივი. ხო ეს არ არის მარტო რაღაცა
სხვა პასუხი ბევრი რამე შეიძლება არის ახლა მე საკუთარი გამოცდილებით გეტყვით ანუ ბევრი გამოკითხვით ადამიანების ანუ კაცის შემთხვევაში ხო რომ ცუდად აიქნიოს ხელი ცუდად მიმართოს იმიტომ რომ ისევ საქართველოს შორის იმას შეიძლება პასუხი გაქცეს ავტომობილის გაჩერებაც კი მოგიწიოს და ამის მერე ქუჩაში გარჩევა ანუ ამას ერიდები როგორც მე ხშირად შევველებ მაგას ხო კალეს ხო კალეს ძალიან ხშირად იმიტომ რომ არაფერი არ მაღიზიანებს აი ესე რო გიქნებენ ხელს მაგაზე ძალიან მე მგონი იმაში არის საქმე ჩემ ბავშვობაში ნაკლებად მახსოვს ხალი მძღოლები მეშლება თუ იყო იშვიათად უფრო იშვიათი იყო ეხლა უფრო მატლობდა ცოტა ხوار კაცებს თქვენი ხომ არ გგონიათ ეს საჭე და ჩვენ ქალები ჩვენი გონია ხეზეც რომელსაც არ გვასწავლით საერთოდ საჭესთან ხო შენ არ მარჯის არ მასწავლის ამაგია ისტორია ძალიან მოკლეა ქალი საჭესთან ამიტომ კულტურაც ცოტა ესე გვიან მოსდევს მამაკაცი უფრო დიდხანს საჭესთან ესეც არის რა თქმა უნდა თან თავიდან 1-2 ქალი რო იჯდა საჭესთან ხო ისეთი იყო რომ აუ ქალი იმასიც ქალი მართავს და პირველად ავტობუსის მძღოლი ქალი არ მახსოვს როდის იყო რომ მაგრამ იყო ავტობუსის მძღოლი ქალი რო იყო ყველა მთელი საქართველო ლაპარაკობდა რომ აი ავტობუსის მძღოლია ქალი იცი ეხლა გოგონები ხო ტაქსზე მუშაობენ ვიცი თუ თითქოს ყველა მათგანი ხო და ძალიან შენვირად მართავ ეხლა მაგას ლაპარაკი არის მაგრამ აი იმ გამოკითხოს მინდა დაუბრუნდე კაცების რეაქციის ნაკლებობა გაგოესა ცოტა გაფანტულობა რა აი ამაზე რას რა ვიცი როგორ რაღაცა უფრო უმეტესობა ხო ამას ამბობს რა უფრო ის არის რომ დარწმუნებული არ არის. ნუ ქალი უფრო ფრთხილია ვიდრე მამაკაცი, მაგრამ ეს სუდალს არ არის ცუდი. პირიქით ეს კარგი თვისებაა, უნდა იყოს ფრთხილი, ნუ ჩვენ არ ფრთხილობს და იმიტომაც უფრო ბევრი რაღაც გვემართება. ქალი ფრთხილობს, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ეს გაფრთხილება, როცა მას არ აქვს სათანადო ან გამოცდილება, ან ცოდნა. და ეს თუ ცოდნას თუ გაზრდის ქალი სულაც არ იქნება ური გომზღოლი ქალი ერთი პრობლემა კიდე ხო სოფოსაც ვკითხოთ ხო ხო კაცებმა ხო შეაფასეს ქალი მძღოლები და ბევრი ცუდი რაღაცები ილაპარაკეს ჩვენზე არა ხუმრობ რა თქმა უნდა როგორც პროფესიონალებმა ხო რა შეაფასეთ კაცი მძღოლები მათაც ხო აქვს შეცდომები ხო ყველაზე მეტად რა ხდება და განიზიანებს არავინ არ არის აბსოლუტურად ანალოგიური შეცდომები უფრო უარეს შეცდომებიც მინახავს მამაკაცისგან დაშვებული ანუ თავიანთი ესე ვთქვათ ზოგჯერ სითამამე ძალიან ბევრ შეცდომებში მთავრდება ძალიან ხშირად მამაკაცების ტრაგიკულადაც მთავრდება ეს დისკი აბსოლუტურად ყველაში არის და თავისუფლად გარისკავს ქალიც და კაცს პროსტა რაღაც ადეკვატურობას არ უნდა ცდებოდეს რა მაგრამ მძღოლები თუ ვართ როგორ გვანდობენ შვილებს გასასწორებლად გასაკვირველი აი უყურადღებო მძღოლებია ხო ნუ დასანგრევი და ეს სტერეოტიპი ნამდვილად დასანგრევია ჩემი აზრით საფუძველი არის უბრალოდ შესაძლებელი საფუძველი კიდე ის ადამიანები ვინც ქალბატონებს ასწავლიან ტარებას თვითონვე კარგად უნდა იცოდნენ მართვა იმიტომ რომ სადღაც 50% თვითონვე ვერ ატარებენ წესიერა და არ თან ყველგან არის დადგენილი წესები ხო ოქროს წესი ალბათ ეს არის დაიცავ ეს წესები და არ აქვს მნიშვნელობა ქალის საჭესთან თუ მამაკაცი რეაგირებასაც მოასწრებ დაბალ სიჩქარეზე ყველაფერს ერთნაირად მოასწრებ ხო ეს ეგ ზოგადად კულტურა უნდა შეიცვალოს იმიტომ რომ საქართველოში საერთო მართვის კულტურა ცოტა რთული არის ანუ არც ერთ წესებში და არც ერთ კანონებში არ ვექვემდებარებით თუ კულტურა შევცვალეთ მარტო ქალები ვერ შეცვლიან ამ სტერეოტიპებს და კულტურას ანუ ვერ გავლებენ ამ ხაზს რაც შეეხება მამაკაცის მართვას და მივესალმები და ანუ არასოდეს არ მიმტკიცებია ის რომ მამაკაცზე უკეთესად მართავ უბრალოდ ვცდილობ რომ მეც კარგად ვმართო და ვიყო პროფესიონალი. მე უნდა წავიდეთ დასასრულისკენ და რაღაცა ჩვენ დავაანონსეთ რომ სტერეოტიპების დამსხრევა გვინდოდა და ალბათ რეზუმეც ეს არის რომ ნიშნობა არ აქვს სქეს, ხო? კი, ნუ მე აქ ერთ რაღაცას ვიტყვი, ანუ შევაჯამებ. ქალი ვერაზოს ვერ აწევს იმ ხელატურის რამესაც აწევს კაცი. მაგრამ რაც შეეხება ავტომობილის მართვას, კარგ მართვას, ხო, არ უდგას არაფერი წინ, შეუძლია ქალსაც და კაცსაც აბსოლუტურად ერთნაირად. ანუ რაც შეეხება ზემართვას, ფორმულა 1-მდე ვერ მივახთ ჩვეულებრივი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ეს მილიონში ერთი იყოს, ხო? ფორმულა 1 შეიძლება ვერ მართოს ქალმა ისე როგორც მამაკაცმა. დანარჩენი მდე
ნებისმიერი რანგის ამის მაგალითია სოფი, როცა ამ ხელას იჩქარა შეუძლია მოსურებული ავტომობილის მართვა და ზუსტად იქ წასვლა სადაც საჭიროა, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქალბატონს ეს შეუძლია. კიდე ერთ პრობლემას ვიტყვი უკლედ და მე ალბათ სხვა დროს ვისაუბრებთ ამაზე. როგორც წესი, ეხლა უცებ აიღებენ მართვის მოწყობას თეორიას ჩაბარებ და ავტომატიკაზე პირდაპირ მექანიკაზე აბარებენ გამოსცეს და მე ჯდებიან ავტომატიკაზე. ხო, შეგვიძლია აირჩიო, მაგას მე ჩაბარა მექანიკა და არ მიმართა. მე გავიწყდება ის მექანიკა უბრალოდ და ეგ არ მოწონს. ეგ თანდაყოლილი ინსტინქტია. მე აქამდე მირბის ხოლმე ჩემი ხელი. კარგი ხო? კარგი, დაბაიღა. მოგლეს ალბათოლებმა უთხრათ ჩვენს გვერდზე მბრძოლ მამაკაცებს, რომ კარგად გვასწავლონ უბრალოდ ის, რაც უნდათ რომ აკეთოთ. ჯერ თვითონ ისწავლონ და ვერ გვასწავლონ. დიდი მადლობა საინტერესო.